სამით მეგობრებო, თქვენთან ვარსაბა და არხი გაბადეთ 803 და დღეს მეგობრებო, როგორც მე მგონი უკვე ტრადიციად ჩვენ მივიდეთ ჩვენს სამუშაოზე ჩვენს ფერმერების სამუშაოზე, მაგიტომ მოით ეგრევე ავიღოთ თოხი და ასევე ავიღოთ მეგობრებო სტაფილო, ავიღოთ კარტოფილი და ყველაფერი დავჩავსოთ ჩვენს საყვარელ ფერმაზე. ავიღეთ და მეგობრებო, მოდით ახლა წავიდეთ, დავიწყოთ ამ ფერმისაგან და მეგობრებო, თქვენ მეგონი გაინტერესებთ ეს რა არის? მოგეთ გუშინ კიდე მე მგონი ღამე როგორც მითხრა მერმა, მოგეთ აშვენს ჩვენთან პატარა სასაფლაო. სულ პატარა სასაფლაო, მეგობრებო, თუ რამე არ შეგეშინდეთ, აქ არავინ არ არის დასაფლებული, ეს უბრალოდ არ ვიცი მეგობრებო, სიამდვილეში რისთვის გააკეთეს, ვინაიდან ჩვენთან არავინ არ კვდებოდა სხვა სოფლებიდან აქ მოყვანას არც კი ცდილობენ. და მოგეთ მეგობრებო, ჩვენთან ააშენეს ესეთი პატარა სასაფლაო, რაღაც სახლთან ერთად, აი ეს სახლი მეგობრებო რო ხედავთ, რაღაც მეგობრებო ძალიან უცნაურია, მაგრამ მეგობრებო, ყველაზე მეტად რაც მაშინებს ეს არის ის, რომ ანუ მეგობრებო შეხედეთ, ანუ აქ ვერ გახვალ. აქ წესითად და რიგით უნდა იყოს შესასვლელი, მაგრამ არა მეგობრებო, აქ სპეციალურად თითქოს ჩაკეტეს. მეგობრებო, ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, ვინაიდან არასოდეს მეგობრებო, ჩვენთან არ იყო აშენებული სასაფლაო და ერთ შვენიერ ღამეს უბრალოდ აგვიშენეს აქ პატარა სასაფლაო, რაც მეგობრებო, მე მაგალითად ძალიან არ მომწონს. მეგობრებო, კიდე რაღაცეები მინდა გავიგო მერისაგან, აი თქვენთან ერთად პირდაპირ მივალ მერთან და მას ეგრევე ვკითხავ თქვენთან ერთად, რა, ვინ და როგორ ააშენა ეს სასაფლაო. მაგიტომ მოით მეგობრებო, ახლა გავამთავროთ ჩვენი ფერმა, ავიღოთ ეს კარტოფილიც, ასე. მეგობრებო, დავშეხოთ ის დიდი ფერმა, მაგრამ მეგობრებო, მე უკვე ვხედავ, ხო მეგობრებო, პრინციპში თლიანად არ გაზრდილა, შეხედეთ, აი ეს ორი ფერმა არ არის გაზრდილი, აი და ეს. მაგიტომ მოდით მეგობრებო, ბარემ აი ეს ხო მოვაშავოთ აი ეს ორი პატარა ფერმა და წავით მეგობრებო, უკვე ასე ვთქვათ, გავარკვიოთ, იმიტომ მეგობრებო, მე მხოლოდ ერთ-ერთი რამ რაც ვიცი, ეს არის მხოლოდ რომ ვიღაც ჟიწილნიკმა აშენა ეს სასაფლაო, მაგრამ მერმაც კი მეგობრებო, მგონი არ იცის რა და როგორ. მოგეთ მეგობრებო, მოდით შევეკითხოთ ახლა, წავიდეთ და მეგობრებო, აი ბოლო ფერმა, ოპ და ოპ. მეგობრებო, დღეისათვის მეგობრებო, ჩემი სამუშაო არის დამთავრებული. მოდით მეგობრებო, ახლა წავიდეთ სახში, დავდოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მეგობრებო, აი საიდან მე მაქვს დამპალი კარტოფილი, აი მეგობრებო, შეხედეთ, ორი დამპალი კარტოფილი საიდან არის ჩემი ფერმიდან, აი მართლა არ ვიცი მეგობრებო, მე ჩემს ფერმას ძალიან კარგად ვუვლი და არ ვიცი. ორი დამპალი კარტოფილი ამომიგდო. კაი მეგობრებო, ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ეს გამოდის რომ ახალი მიწა მაქვს შესასვლელი. მაგიტომ მოდით მეგობრებო, ახლა წავიდეთ მერთან და გავერკვიოთ. გამარჯობა უკაცრავად, მოგეთ მერო, ერთი კითხვა მაქვს შენთან. მოკლედ, აქ შენ როგორც მითხარი, სასაფლაო აგვიშენეს და ხომ არ იცი ვინ, როგორ, რა ჟიწილნიკი იყო და რატომ რისთვის ააშენა ეს სასაფლაო? საბა, მე მართლა არაფერი არ ვიცი, მოკლედ ვიღაც ჟიწილნიკი, რომელიც მეგონი საერთოდ არც კი ცხოვრობს ჩვენი სოფლიდან, ანუ ჩვენი სოფლიდან საერთოდ არაა, მოკლედ ააშენა აქ სასაფლაო, არ ვიცი რისთვის, არ ვიცი რატო, ვინაიდან ჩვენთან არავინ საერთოდ არ არის ცუდად, არ არის მკვდარი და სხვა სოფლებიდან არავინ არ ჩამოყავთ. მოკლედ, არ ვიცი რისთვის ააშენა, სილამაზისთვის მართლა არა, ვინაიდან სილამაზისთვის რაღაც უცნაურობა იქნებოდა. მოკლედ, საბა, არ ვიცი რისთვის, მაგრამ იქ ასევე დადგა რაღაც სახლი და ეს ყველაფერი ააშენა ღამე. მე მაგ დროს არ მეძია, მე მაგ დროს საბუთებს
ვწერდი, საბუთებს ვწერდი, ხელს ვაწერდი და სადღაც ღამის 1 საათი თუ ღამის 2 საათი იყო, როდესაც ააშენა და დაამთავრა ზუსტად აი სადღაც 4 საათის წინ, სანამ შემოხვიდოდი, სადღაც დილის 5 საათზე. საბა, გთხოვ, მე გიკრძალავ, მანდ მისვლის, ვინაიდან ეს შიტილიკი შეიძლება იყოს ვიღაც მკვლელი, ან ვიღაც უცნაური იყო, მოკეთ საბა, გიკრძალავ, მანდ შესვლას. ხვალ გამოვიძახებ პოლიციას და ხვალ უკვე მოვლენ ექსპერტები, მოვლენ პოლიციელები და გარკვევენ რისთვის ააშენეს ეს სასაფლაო და შენ კი გიკრძალავ მათ სასაფლაოში შესვლას, აი გთხოვ საბა არ შეხვიდა. მე ძალიან კარგად ვიცი, შენი თავი ძალიან კარგად ვიცი, მაგიტომ ვიციო შენ აუცილებლად შეხვავ მანდ, მაგიტომ გიკრძალავ მათ შესვლას საბა დაიმახსოვრე. აი მე რო გავიგე, ნუ მოგეთ მეგობრებო თქვენ მეგონი გაიგეთ, მაგრამ ის რომ მე მიგეძალოს ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან მან შესაძლებელია ჟიტილიკი რაღაცას მალავს. როგორც ამბობს მერი, ეს იყო ვიღაც სხვა სოფლიდან შემოსული ჟიტილიკი. მაგრამ მეგობრებო, რა უცნაურობა. მეგობრებო, შეხედეთ, თან აქ 3 საფლავია, რომელშიც მეგობრებო საერთოდ არავინ არაა. რა? მეგობრებო, ერთად ხედავთ? ამას ხედავთ. ოპა. ეს რა არის? მეგობრებო, ეს ნუტავი რა არის? так, მეგობრებო, ძალიან დამაინტერესა ახლა ამ ადგილმა. так, მეგობრებო, მოგეთ დაველოდები ღამე, აი ღამე უკვე მალე იქნება. დაველოდები ღამეს, მოგეთ მეგობრებო, რომ მერმა არ ნახოს, ვინაიდან მერმა ამიგზალა და მე ძალიან მაინტერესებს. ის შესაძლებელია მართლა ვიღაც მკვლელი შიტილიკი იყოს, ან ცუდი ბოროტი შიტილიკი. მოგეთ მეგობრებო, დაველოდები ახლა ღამეს და მე მანამდე კიდე რაღაცეებს მოვიმზადე. მოგეთ მეგობრებო, მე უკვე მოვიმზადე ყველაფერი, რაც კი მჭირდებოდა. მოგეთ მეგობრებო, მე მოვიმზადე ალმასის ხმალი, მაინც შესაძლებელია მანდ ვიღაცა იყოს, ვინც მომესევა მე. შემდეგ მეგობრებო, მე ავიღე ასევე რკინის ნაჯახი, იმითაც მეგობრებო, რომ აი ეს ღობე მოვაცილო მაქედან და მასე წავიდე და მეგობრებო, მაინც ავიღე მეგობრებო ტელეფონი. შესაძლებელია ძალიანაც და დამჭირდეს. მეგობრებო, მოკლედ უკვე ღამეა, მაგრამ მეგობრებო, მე მინდა დაველოდო, აი ნამდვილად რომ უფრო დაღამდეს მეგობრებო, ან უფრო კარგია მეგობრებო, ხვალ დილიდანვე მეგობრებო წავალ. ახლა კი მეგობრებო, გავთიშავ კამერას ჯერჯერობით, დავიძინებ და ხვალ დილიდანვე, სანამ მერს არ ეღვიძება, იმიტომ მერი მეგობრებო ძალიან გვიან იძინებს, ვინაიდან საბუთები აქვს და რაღაცეები. აუცილებლად წავალ მან. მეგობრებო, მოკლედ უკვე გათენდა, აი მეგობრებო, როგორც უკვე ხედავთ, უკვე მზე ადის უკვე და მეგობრებო, მოგეთ უკვე მივდივარ, ვინაიდან თხილად უნდა ვიყო, რომ მერმა არ დაინახოს შემთხვევით და მე მგონი ჯერ კიდე სოფელს ძინავს. კაი ეს, კაი მეგობრებო, აი ეს ძალიან მაწუხებს მეგობრებო. მიდი. დავაი. ვისროთ მეგობრებო, ჯერ აი ასე ეგდოს მან და მე არაფერს არ ხურავ და ცხელად უნდა ვიყო და ხმალი რა არის მან და так, მეგობრებო, კიბეებსაც კი არ ვხედავ. კაი, ძალიან მაინტერესებს მეგობრებო და ძალიან მაინტერესებს ასევე ეს რა სახლია. მან კარები მეგობრებო ჩაკეტილია და კი რა არ წამოიღე, ძალიან ცუდი არ აღშავს. так, გავახოთ. თხილად აი თქვენ ვინახართ? შენ ვინახარ? დროზე მოდი, უნდა მოგკავად. არა, დროზე მეგობრებო, დროზე. მეგობრებო, ხმალი ჩამარჭეს. მოასწრეს ხმლის ჩარჭება. თხილად. ვინები იყვნენ ესენი? არ ავშოს. ცოტა სისხლი მომდის, არ ავშოს. მაგრამ მეგობრებო, ვერ ვიგებ ვინ იყვნენ. უფრო კარგია მეგობრებო, დავკეტოთ. თხილად. ვინები იყვნენ და რას აკეთებდნენ აქანეტავი? ვიღაც მეგობრებო შიტილიკები იყვნენ, ვინები იყვნენ? თხილად. და ეს რა არის?
ოპა, შენ გავინა ხარ? ვინა ხარ? დროზე. უკეთად, შეფო. არა, დროზე, მეგობრებო, მოგეთ. არ უნდა გააკეთოს არავის. მეგობრებო, წარმოიდგინეთ. კიდე ერთი ვიღაცა იყო, მაინც ეს მეგობრებო, ამ ჟიტელიკმა თქვა, რომ შეფიო. შეფი? Так, მეგობრებო, ერთად. თქვათ. აქ რა იყო, ვინა ანეტავი აქ ასეთი. თხილად. აუ, მეგობრებო, როგორ უნდა ავიდე? ანდა მეგობრებო, ერთი იდეა კი მაქვს, მაგრამ როგორ? მეგობრებო, მოდით ერთი იდეა მაქვს. მიდი. დავაი, მიდი. მეგობრებო, რატო არ წამოვიღე კი რა დებილი ვარ. დროზე. მიდი, აი, ცოტაღა დარჩა. მეგობრებო, რა ძნელია, ვერ წარმოიდგენთ. ფთხეთ. თავარი არ ჩამოვარდე. მიდი. რას ძნელია? მიდი. ჯანდაბა. მიდი. ჯანდაბა მეგობრებო, არ გამოდის. კაი, მაშინ სხვა აზრი მაქვს. სხვა იდეა მაქვს. ერთს მეგობრებო, გავტეხოთ ესა. მიწა. Так, მიდი, მიწა ძნელია. Так, და ეხლა მიდით ვთხრათ. ოპა! და ეხლა მეგობრებო, მოდით გავტეხოთ ესა. ეს უფრო ადვილია. მიდი. Так, მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს. მან და რა არის წარმოდგენილი. Так, ვთხრათ. ოპა! Так, ვთხრათ. და ოპ. შენ ვინახარ? რა გინდა აქა? ჯანდაბა. რატო შემოხვედი საბა? ძალიან კარგად გიცნობ. როგორ? დაცვამ როგორ გამოგიშვა? რა? ჟიტენი გორიზოს ეს ვინები იყვნენ? შენ ვინახარ საერთოდ? მოიცადე, შენ ხარ ის ჟიტენიკი, რომელმაც ააშენა ეს სასაფლაო და რისთვის ააშენე? საბა, მე მეგონა მე ძალიან კაი დაცვა მყავს. მამა ყოფილა ძალიან სუდები არიან. მოკლედ, შენ მაინც ახლა მოკვდები, ნუ ვერ ვიულობ. მაინც მოგიგებ, მოკლედ. ნუ გითხრა. მე ამაშენე ეს სასაფლაო კიდე ღამე, სანამ შენ არ იყავი შემოსული თამაში. და სპეციალურად, სანამ შენ არ გაიგებდი, რომ მე აქ ვარ, 2 დღის შემდეგ, ზეგ, უნდა გამეკეთებინა ჩემი მიზნები. და ჩემი მიზნები იყო ზუსტად სოფლის განადგურება. და შენ, როგორც სულ, შეყავი შენი ცხვირი იმ საქმეში, რომელშიდაც საერთოდ არ არის შენი საქმე. მაგიტომ, მოდი აქ ახლა დროზე მოგკლავ. არა, დროზე მეგობრებო, რამდენი ჟიტელნიკი მოვკალე უკვე მეგობრებო. მაგრამ მეგობრებო, ბოროტი ჟიტელნიკები, ბოროტი მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. მე ვკლავ ხოლმე ცუდ და ბოროტ ჟიტელნიკებს. მეგობრებო, გამოისვა ეს ჟიტელნიკები, რომლებიც იქ იყვნენ, ისინი იყვნენ მისი დაცვა. და ეს რა არის? ეს რაღაც საფლავია. მეგობრებო, აბა, მიზნები. პირველი სოფლის განადგურება, მეორე საბას მოკლა. ოპა, მეგობრებო, ამ ჟიტენიკს უნდა საბას მოკლა, მაგრამ საბამ თვითონ მოკლა, გაიგე? Так, მეგობრებო, ყველა ტელეფონი არ ავიღე, მაგრამ აქ კავშირი არ არის, მაგიტომ ეს მოიცადეთ მეგობრებო, სად ვარ და აი რა სახლია ესა. აი სად იყვნენ. Так, მეგობრებო, ეხლა მოკეთ უნდა დავურეკო პოლიციას. თქვენ კი ახლა მეგობრებო დაგემშვიდობებით. თუ მოგიწევთ ეს ვიდეო დალაიქეთ. მეგობრებო, თუ გაგიშდით მართლა აი კომენტარებში აბა დაწერეთ, აი თქვენ ელოდებოდით ასეთ დასასრულს თუ არა. ანუ კომენტარებში დაწერეთ თუ კი. მოგეთ მეგობრებო, ახლა კი დაგემშვიდობებით, მე მაგალითად მეგობრებო ძალიან დიდ შოკში ვიყავი. მეგობრებო, სულ ჩვენს სოფელში რატო არის ასეთი ცუდი რაღაცები რატო ხდება სულ ჩვენს სოფელში? ეს უნდა გავაგებინო კიდე მერს. მე ჩხუბება, მაგრამ არა უშავს. მე მგონი მაგის გამო შესაძლებელია და ის ხელფასიც კი ამიწიოს. ახლა კი მეგობრებო, დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ. ნახვამდის.